ნებისმიერ ცოტათი დიდ ორგანიზაციაში არის თავისი დინამიკა. არის გავლენიანი ხალხი, ვინმისთან მეგობრობს, ვინმისთან ისა ვინ საერთო ის არის ერთგუნდად არის რაღაც ალიანსები და ამ შემდეგ უსაფრთხოების სამსახურთან ნებისმიერ კომპანიაში და ბუჰალტერიასთან აუცილებლად კარგი ურთიერთობა უნდა ქონდეს. ბიუროკრატიულ ორგანიზაციაში, დიდ ბიუროკრატიულ ორგანიზაციაში რამდენად მნიშვნელოვანია პირადი ურთიერთობები, პატივისცემა და ეს office politics, ასე ვთქვათ, ურთიერთობები გარდა თვითონ საქმის კეთების ერთი და მეორე ის თაობები როგორ განსხვავდება თაობების შეხედულება საქმის გაკეთებასთან დაკავშირებით. ესე იგი, ჩემი სტარტაპების სერიალის იგი შემდეგ სერიაში მინდა რომ ეროვნულ ბანკზე მოგიყვეთ. ეროვნული ბანკი იყო ყველაზე ხანგრძლივი ჩემი სამსახური მაგ პერიოდში, თუმცა ეროვნულ ბანკში რამდენიმე სტარტაპია თვითონ ეროვნულ ბანკში და ეხა პირველი მინდა მოგიყვეთ. ხო, უცნაურად, საკმაოდ უცნაურად მოხვდი ეროვნულ ბანკში. ჩემმა მეგობრებმა დაიწყეს მუშაობა აგრობანკში და მეც შემომთავაზეს, რომ წამოდი ამ კომპიდან რომ წამოვედი და ვაპირებდი წამოსვლას, მითხრეს, რომ აი ჩვენ აგრობანკში ვიწყებთ მუშაობას და წამოდი ჩვენთან ერთად იმუშავე და მაგას ვაპირებდი დავიწყე ამ აგრობანკში უფროსობას გავეცანი, მივედი რაღაცა და უცებ ეროვნული ბანკის, ანუ აგრობანკის ხელმძღვანელები გახდნენ ეროვნული ბანკის ხელმძღვანელები. ანუ რაღაცა დაწინაურდნენ თქვა რომ იტყვე, მაგრამ დაინიშნენ ეროვნულ ბანკში და მოკლედ ეს გუნდი რო ყავდა ამ ადამიანს მოგროვილი აგრობანკში, გითხრა რომ წამოდით ახლა ეროვნულ ბანკში და ანუ დავაპირე აგრობანკში მუშაობა, ახლამდე ლიბერტი ბანკია აგრობანკი და აღმოჩნდი თავი ამოვყავი ეროვნულ ბანკში. ეს არის 1993 წლის ბოლო. და მოკლედ ახლა რა იყო მნიშვნელოვანი ამ ეროვნულ ბანკში? ნუ პირველ რიგში უნდა ვთქვათ, რომ სახელმწიფო დაწესებულება რაც ნიშნავს ძალიან დაბალ ხელფასს, ძალიან ძნელია ცვლილებების დანერგვა. ჩვენ ვართ IT სპეციალისტები და პროგრამისტები. ეს კომპიუტერების თემა, აი მაშინ ინერგება და ძალიან ნელა და ძალიან დიდი წინააღმდეგობა აქვს და ისა, ხო? კანონმდებლობაზე ეგეთი დამოკიდებულება მანამდე მე არსად არ მინახავს, ხო? დიდი ორგანიზაციაა და მოუქნელია და ამდენ დეპარტამენტს და იმას უნდა შეუთანხმო მაგაშიც, ახლა მე პატარა კომპანიიდან დამოსული ადამიანისთვის მოკლედ ძალიან მასშტაბური ის იყო და მე მახსოვს ჩემი შეგრძნება, ესე იგი ის ემოციებიც მახსოვს და ის ფეილიერები, ესე იგი რომ აი ვერ ვაკეთებ თითქოს, აი ვეუბნები, ვერ დავარწმუნე ეს ხალხი და ასე შემდეგ და ის გაკვეთილებიც მახსოვს, ესე იგი რა გაკვეთილებიც ვისწავლე და პირველ რიგში, ესე იგი, აი ეს office politics, ესე იგი, რომელსაც ახლა ძალიან აქტიურად ვასწავლი, რომ ნებისმიერ ცოტათი დიდ ორგანიზაციაში არის თავისი დინამიკა. არის გავლენიანი ხალხი, ვინმისთან მეგობრობს, ვინმისთან ისა ვინ საერთო ის არის ერთგუნდად არის რაღაც ალიანსები და ამ შემდეგ, მოკლედ ამ ეროვნულ ბანკში ეს ამბავი იყო ძალიან მნიშვნელოვანი და თუ არ ისწავლიდი მაგას, თუ არ აყვებოდი, ფაქტიურად ის საქმეები, რასაც შენ აკეთებდი, მხარდაჭერა იქნებოდა ნაკლები, ანუ განა ვერ იმუშავებდი, მაგრამ შედეგიანობა გექნებოდა ნაკლები რა. და მე როგორც პროექტის მენეჯერს და სულ პროექტებში ვიყავ ფაქტიურად ეროვნულ ბანკში, თავიდანვე დავინახე, რომ თუ გინდა რომ რაღაცები გამოგივიდეს, მოკლედ ამ ხალხთან რაღაცა კარგი ურთიერთობა უნდა დაამყარო და ისეთ ხალხთანაც, ვინც პირდაპირ კავშირშია შენ საქმესთან და ისეთ ხალხთანაც, ვინც თითქოს არ არის პირდაპირ კავშირში, ხო? მაგალითად, მაქედან დავიმახსოვრე და რა ვიცი, მე მგონი ყველგან გამოვიყენე და ყველას ვეუბნები, რომ უსაფრთხოების სამსახურთან ნებისმიერ კომპანიაში და ბუჰალტერიასთან აუცილებლად კარგი ურთიერთობა უნდა ქონდეს, იმიტომ რომ ყველა ვარიანტში რაღაცა დაგჭირდება რა, აი ყველა ვარიანტში აბსოლუტურად და ჩვეულებრივ ეს ისეთ სამსახურებია, რომელსაც უფრო როგორ ვთქვათ, აი რაღაცნაირი მოდური სამსახურები, მარკეტინგები და ვიღაცები დიდად ყურადღებას არ აქცევენ, ხო? ეს დაბალღობედ უყურებენ და მოკლედ ეს ძალიან დიდი შეცდომაა და მე
თავიდანვე მქონდა ეს შეგრძნება რაღაცნაირად ალბათ მასწავლა ვიღაცამ და ამიტომ იქ მახსოვს რომ მეუბნებოდნენ რომ მოკლედ ამათთან კარგი ურთიერთობა იმათთან მიაქციო ყურადღება ეხა კოლეგიალობა და ის განწყობა ისედაც მქონდა მაგრამ აი მაგას არ ვიფიქრებდი უფრო ვიფიქრებდი რომ საქმეში ვინც მჭირდება იმ ხალხთან უნდა მქონდეს უფრო მეტად ისა ხო მაგრამ მე მივლინებები იყო და უცებ აღმოჩნდა რომ ბუღალტერია ჩვენ მივლინებებს სწრაფად ამუშავებდა იმიტომ რომ ძალიან კარგი ურთიერთობა მქონდა ხო შაბათ-კვირას მისვლა გვიწევდა ხანდახან ამ პროექტების გამო და უსაფრთხოების სამსახური ყველანაირად ხელს გვიწყობდა არა და რაღაცა შეიძლება და რაღაცა არ შეიძლება და მოკლედ ეგ აი კავშირების ამბავი მოკლედ იქ ჩამოვაყალიბეთ და ამ ეროვნული ბანკის პერიოდში ზუსტად პირველად წავაწყდი და აი ძალიან დიდი ნეგატიური ემოციები უკავშირდებოდა ზუსტად თაობების განსხვავებულ შეხედულებებს და ეს ერთი ის ამ ამბავს სულ ყვები რომ ძალიან დიდი დაპირისპირება გქონდა ერთ-ერთ რაღაცა დეპარტამენტთან რომელიც საშინლად ეწინააღმდეგებოდა ჩვენ გვინდოდა ახალ სოფტზე გადასვლა რაღაც სოფტი გვინდოდა დაგვეწერა პროგრამები ისინი ეწინააღმდეგებოდნენ და ომი იყო მოკლედ ახლა ისინი გამოცდილი ხალხი იყო და ჩვენზე უფრო წონიანი და იმათის სიტყვას უფრო მეტი წონა ქონდა და მოკლედ შევასხდით ისა და თვეები რამდენიმე თვე რო გავიდა თითქოს პიროვნულად დაუმეგობრდით გავიცანით ეს ხალხი მე ვიყავი ალბათ 22-23 წლის არც კი ხო 93-ში რომ მივედი 20 წლის ვიყავ 21-22-ის რა ხო და ამ ერთ-ერთ ქალბატონთან მახსოვს ლაპარაკი რომ ვეუბნები რომ რატო ეწინააღმდეგებით მეთქი აი ამ სიახლეს თქო რა და ეს ქალი მეუბნება რომ სანდრო ეხლა დავნერგეთო ეს სოფტიო ძლივს შევეჩვიეთო ეხლა დავნერგეთო და კიდე რატო გინდათო რომ შეგვიცვალონო რა ხო და ძალიან გამიკვირდა ესე იგი და ჩემ მეგობარს მახსოვს რომ უთხარი რომ კაცო ეს წინა სოფტი ეხლა დავნერგიათ მეთქი და რანაირად თქო რა რაღაცა დაბნეული ვიყავი, იმიტომ რომ ტექნოლოგიურად კაი მოძველებული რაღაცა იყო და ესე ეხლა აღმოჩნდა 6 წლის წინ. ანუ ამ ადამიანის თვალში ეხლა დავნერგეთ იყო 6 წლის წინ რა და ჩემთვის ეხლა დავნერგეთ იყო გუშინ წინ დავნერგეთ ხო? და აი ეხლა ჩვენ თაობებზე რო ლაპარაკობ ჯენზიებზე, მილენიალებზე, აი პირველად წავაწყდი, ასე ვთქვათ, ისინი იყვნენ ბეიბი ბუმერები, ჩვენ ვიყავით იქსები და ეს ბეიბი ბუმერებისთვის რო დრო სხვანაირად მიედინებოდა და იქსებისთვის და 20 წელი ერთ სამსახურში რო იყვნენ და 15 წელი და ჩვენ კიდე უფრო რაღაცა დინამიური თაობა ვიყავით, ახლა ძალიან სასაცილოა, იმიტომ რომ სხვა თაობებთან შედარებით ნაკლებად დინამიურია იქ თაობა. მაგრამ მაშინ ჩვენ ვიყავით აი ეს რაღაცა რევოლუციონერები, ეგ მოკლედ ძალიან მნიშვნელოვანი გაკვეთილი იყო და გულდაწყვეტით რა თქმა უნდა მოპოვებული რა. ხო და საბოლოო ჯამში ესე იგი მან აი პირველ ნაწილში ასე ვთქვათ ეროვნული ბანკის გამოცდილების აი მაგას გამოვხდი. ერთი რომ ბიუროკრატიულ ორგანიზაციაში, დიდ ბიუროკრატიულ ორგანიზაციაში რამდენად მნიშვნელოვანია პირადი ურთიერთობები, პატივისცემა და ეს office politics, ასე ვთქვათ, ურთიერთობები გარდა თვითონ საქმის კეთების ერთი და მეორე აი ეს თაობები როგორ განსხვავდება, თაობების შეხედულება საქმის გაკეთებასთან დაკავშირებით და მე მგონია რომ ის სკოლა რაც გავიარე იგივე ტკივილით და დარდით რა თქმა უნდა, მე ყველგან ძალიან გამომადგა და მგონია რომ დღემდე ძალიან მადგება ეგ სტარტაპი და მაქედან მე მოკლედ მაგ პერიოდიდან პირველი 1-2 წელი ალბათ ეროვნულ ბანკში მოკლედ ჩემთვის იყო ეს რაღაცნაირად განათლება თუ გონების გახსნა აი ამ მიმართულებით რომ მოკლედ ეგრეც არ არის რომ მარტო შენი საქმე გააკეთო და მარტო შენ როგორც ხედავ მოკლედ ისე არ არის რა და განსხვავებული მოსაზრებებია და მოგიწევს თუ გინდა რომ მნიშვნელოვანი საქმეები გააკეთო მოგიწევს რომ ადაპტირდე და მოერგო სხვადასხვა თაობას მოერგო ბიუროკრატიას და აი მანდ დავიჭირე პირველად ასე ვთქვათ გამოთქმა ალბათ ვიღაცამ მითხრა ეგეც და ან წავიკითხე პაპზე უფრო კათოლიკე ესე იგი ხშირად ვიყენებ ახლა რომ არ შეიძლება რომ იყო ორგანიზაციაზე უფრო ესე იგი პროგრესული და იმ ორგანიზაციას თავისი სტილი აქვს, თავისი რიტმი აქვს, თავისი სტრატეგია აქვს და გავიგეთ რომ შენ Google-ის გაკეთება გინდა, მაგრამ არ არის Google-ი და ის არის ეროვნული ბანკი 90-იან წლებში და განვითარდება ისე როგორც განვითარდება და
შენ თუ დაიწუნებ ყველაფერს, ამის გამო უფრო პროდუქტიული ვერ გახდები ჩვეულებრივი კრიტიკოსი, წუწუნა რაღაცნაირი და ფეხს ვერ მოიკიდებ რა. და ამიტომ მგონია რომ თუ გინდა სადღაც მუშაობა, იქაური ქუდი უნდა დაიხურო როგორც გვეუბნებიან და მერე შეეცადო მაქსიმალურად რომ აი ამ ურთიერთობებით, გუნდურობით, იმით ყველა დაარწმუნო რომ რაღაცნაირად წინ წავიდეს ყველაფერი და მაგის გაკვეთილია ჩემთვის აი ეს სტარტაპი კონკრეტულად ეროვნული ბანკის პირველი წლები.